სიყვარულით იწყება გულით სიხარულით ივსება ყველაფერი კარგად იქნება მაშინ როცა დათი შოუ იწყება ყველაფერი კარგად იქნება მაშინ როცა დათი შოუ იწყება ქალბატონებო და ბატონებო მიესალმეთ ჩვენს სამყაროს დათი ხიმშიაშვილი თუ დღეს სიყვარულით იწყება გულით სიხარულით ივსება ყველაფერი კარგად იქნება მაშინ როცა დათი შოუ იწყება ყველაფერი კარგად იქნება მაშინ როცა დათი შოუ იწყება მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო გადავწყვიტე სკოლაში რასაც მასწავლიან ეგ იყოს ჩვენი დღევანდელი მონოლოგის თემა ჩვენი დღევანდელი მონოლოგის თემა არის ძველი რომი მოიცა ერთი წუთი უნდა გარდავისახო ავე დათი შოუს მაყურებელო ავე რეზიუს ავე ლელიუს ავე ბავშვებიუს ლეგენდის თანახმად რომი ბატებმა გადაარჩინეს შემდეგ ეს ბატები ვეღარავინ გადაარჩინა როდესაც გადარჩენის სუფრისთვის დაკლეს რომს უკავშირდება გამოთქმა რუბიკონი გადალახულია ისე ძველ რომში ჯიპ ვრანგლერ რუბიკონი სად ნახეს კიდევ არსებობს ესეთი ფრაზა რომზე ყველა გზა რომში მიდის თუ ყურადღებით არ იქნებით შეიძლება აეროპორტიდან ტაქსის ძღოლმა გლდანში რომის გავლით წაგიყვანოს ამიტომ ყურადღებით იყავით რომის 70 იმპერატორიდან თითქმის ყველას თავს დაესხნენ არადა იტალიური დაცვა ცნობილია ნესტა მალდინი მამა მალდინი ბასტონი კიელინი მაგის მერე გააძლიერეს დაცვა მე მგონი ძველ რომში ადრე ეცვათ ერთგვარი კაბა ანუ ტუნიკი ჩემი აზრით ქვეყანაში რომ ყავს ვერსაჩე დოლჩე და გაბანა და გუჩი ტუნიკი არ უნდა გეცვას ძველი რომი სულ კართაგენს ეომებოდა აი ჩვენ რომ ყავს ესპანეთი ფეხბურთში გადაკიდებული სულ მაგათ რომ ხვდებით აი ეგრე ყავდა ძველ რომს გადაკიდებული კართაგენი რომაელებმა მოიგონეს სამხედრო განლაგება კუ მაგ სამხედრო განლაგების დამარცხება ნონა გაფრინდაშვილს ერთი პაიკით შეუძლია რომში ისეთი არაფერი შეცვლილა ადრე თუ ჰანიბალს ჩაყავდა ბარბაროსები რომში ახლა დათო ლიკლიკაძეს ჩაყავს ასევე რომში ყავდათ გლადიატორები რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ბრძოლაში დამარცხებული გენერალი მერი ამ გლადიატორს ჭრილობებს უხვევდნენ ეხმარებოდნენ მერე ეს გლადიატორი გაიცნობდა მეორე გლადიატორს შავკანიანს რასელ კროუ მოკლედ ეს ფილმი ჯერ აქამდე მაქვს ნანახი გლადიატორი მერე უყურებ და გეტყვით ამიტომ ჩემო ძვირფასო მაყურებლებო კარპე დiem სენტი ნოსტრუმ ამორე ლამბორჯინი მოცარელა კიეზა ბასტონი ბელუსკონი მოკლედ რაც ვიცოდი იტალიურად გითხარით ჩემ შოუს მუსიკალურად არა მოდი ლათინურად ვიტყვი ასე არ ხდება reto et pueri spectaculum meum musica ornant ჩვენი დღევანდელი სტუმარია მსახიობი ტელეწამყვანი და ექიმი ბატონი ირაკლი კი არა და ოთარ ტატიშვილი დღეს დათისთან სტუმრად დავპატიჟეთ კარგი რადიოლოგი მედიცინის დოქტორი და კარგი პროფესორი იუმორის მოტორი ტელეშოუს წამყვანი კართან არის მომდგარი ახლა ჩვენთან შემოვა ტატიშვილი ოთარი კარგი რადიოლოგი მედიცინის დოქტორი და კარგი პროფესორი იუმორის მოტორი ტელეშოუს წამყვანი კართან არის მომდგარი
ახლა ჩვენთან შემოდის ტატიშვილი ოთარი ეს სიმღერა რეზომ დაწერა? კი. სხვადასხვა ლივერპულის გულშემატკივრის დაწერილია და მართლა? შეგიძლია რაც გინდა ის უთხრა. არა, ლივერპულზე ვერაფერს ვერ ვამბობ, სანამ მამარდა ლივერპულშია და. მამარდა რო გადავა უფრო კარგ გუნდში. მაგალითად ბარსელონაში, ხო, მე უკვე ვიტყვი. იცი რა სიმბოლურია დათინახე, ოთარი შემოვიდა, ასო ბგერა ოდან. მაგრამ რა არის, იცი W-დან ვაპირებდი შემოსვლას. ვიტყვი ვერანაირად ვერ გამოვწვერი. დღეს დიდი დღეა, დიდი. ოჰო. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ბატონი ირაკი არა და ოთარ ტატიშვილი. კი ბატონო. კი ბატონო, დიდი მადლობა ასეთ წარდგენისთვის და მადლობა რომ ჯერ კიდე ვიღაცას მაინც უხარია ჩემი მოსვლა. მე სხვათა შორის დღემდე შუაქალაქს ვუყურებ. მართლა? ძალიან, აი, შემიძლია ერთ სერიას ვუყურო დღეში 100 ჯერ. ერთ სერიას თუ რამდენიმე სერიას? არა, რამდენიმე სერიას ვუყურებ, მაგრამ შემიძლია ერთ სერიას დღეში, აი სულ. შენ რამდენი წლის ხარ? მე 11-ის. 11-ის. ანუ შენ დაბადებული იყავი შუაქალაქი რო იწყებოდა, რომელ წელს დაიბადე? მე დავიბადე 2014-ში. 2014-ში დამთავრებული იყო. როგორ მოგეწონა თქვენზე სიმღერა? იცი რა არის, უკეთესი შეიძლება. გავითვალისწინებ. სიმღერა კარგი იყო, მაგრამ იცი რა, რეზოს ცოტა უკეთესი სიმღერებიც აქვს. აჰა. თავის რეპერტუარში ხო და უფრო მაგრამ ეთყობა ლელოს არ ეცალა. თლათ არანჟირება ვერ გაკაჩა ისეთი, მაგრამ სიმღერა კარგი იყო, მოვიწვიეთ როგორ იყო ექიმი, რადიოლოგი, კარგია. კარგია რომ გახსოვთ რომ ექიმიც დავიწყო თქვენი ამჟამინდელი საქმიანობით. ამჟამინდელი, კი ბატონო. დილის გადაცემის წამყვანი ხართ. ხო. არ გიჭირთ? სახეზე შეგატყვეთ უკვე. შემატყე. ყველაზე ძნელი რა არის თუ იცი დილის გადაცემაში? ადრე გაღვიძება. ნუ ეს ხო, ადრე გაღვიძება, თორემ მე წყალივით მიდის. მე დილას აი რო გძინავს, ხო? აი ეს ჭირს რა, წამოდგომა თორე. შხაპში რო შეხვალ და უკვე შხაპიდან რო გამოხვალ, უკვე ყველაფერი, ხო, უკვე მზად, აი პირველი გაღვიძება. ამიტომ მაღვიძარას ვაყენებ ხოლმე 3 ჯერ. 3 ჯერ. 3 ტელეფონი დამტრეული მაქვს. ბოლოს ვიყიდე ყველაზე ძვირიანი ტელეფონი, რომ ანუ დამენანოს რა. რო აღარ დავამტრიო და ხო, თან ახლა გავამარიაჟე რომ კაი ტელეფონი მაქვს. აი, ხო, ეგ არის ძნელი, თორე თვითონ გადაცემა ძალიან მიყვარს. რადგან მკითხე, გეტყვი რომ შუაქალაქზე ნაკლებად არ მიყვარს, მინდა გითხრა დილის გადაცემა. წერა რომ მოყევთ ეს გაღვიძების მომენტი, აი რომ კიდე უფრო გააფუქოთ, რომ მე მასწავლებლებს ვაჩვენებ და ვეთყო რომ აი ბატონო თარსაც უჭირს მეთქი. აი ხო იცი ესე რომ წევხარ რა. ოღონდ ის სიტყვები არ გაიმეორო, რასაც მე ვამბობ ხოლმე, როცა მაღვიძარა რეკავს. ხო. კარგით. იმღერე რამე. რაღაც რამე აი მაღვიძარაში რაღაცა რა მექნება დაყადებული. რაც გინდა. რაღაც. ხოდა სხვა წამოდგები და აუ შენი. აკუ მიდის? აჰა. გასაგებ. რა იყო ის, რაც ყველაზე მეტად გიჭირდათ შუაქალაქის გადაღებების დროს? მე ხო არა ვარ პროფესიით მსახიობი რა და ანუ ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ ამბობენ ჩემზე რომ აი მსახიობი არანაირად არა ვარ, იმიტომ რომ ერთადერთი როლი მაქვს ნათამაშები მთელი ცხოვრების განმავლობაში ირაკლი ჩხეიძე და მსახიობი თუ ხარ, ხან კომედია უნდა ითამაშო, ხან ტრაგედია, ხან უნდა მოკვდე, ხან უნდა გაცოცხლდე და ხან მოჩვენება იყო და ხან ჰამლეტი და ხან მამამისი, ხო და ამიტომ ზოგ სერიაში მიჭირდა ტექსტის დამახსოვრება. ასეთი სცენა იყო ერთი რომ მე ვიდექი წინ რაღაცას ვსაუბრობდი და უკან მედგა გოგა ბარბაქაძე, ანუ დათო რა და სკოჩით პერანგზე მქონდა მიკრული დათოს ტექსტი. ანუ ისიც ვერ იმახსოვრებდა, რაღაცა ბევრი სალაპარაკო მქონდა, ანუ ორი გადაბმული სცენა იყო ისე რომ მარტო მე და დათო ვიყავით რა. ხო. თან როგორ შვებოდა, იცი რომ მე ვითხარი რომ გამაფრთხილე მეთქი და ესეთი კალამი ქონდა. თავის ტექსტს რო იტყოდა, ამ კალამს ზურგზე მომარტყავდა რომ შენი ჯერიაო. რაღაცას რო იტყოდა, ჩკაპა.
ჩემ ტექსტს? რეპლიკა. ვამბობ. ხო, ეს მიჭირდა და მაგრამ მე ნელ-ნელა მოვერგე და ეს ისევ იმ მსახიობების დამსახურებაა, რომლებმაც რაღაცნაირად თავის წრეში მიმიღეს რა და რა ვიცი, რაც გამოვიდა ეგ არის ახლა მაგას ვეღარ შეცვლი უკვე. ხო გოგი? აქაც აქ არის. აქაც მომაგნო. აქ არის. ღვინო გამოაგზავნეთ. კარგი გოგი, კარგი. გამოვაცილებ, არ ენერვიულო, არა. კარგი გოგი, კარგი. ღვინო. ოღონ ძმარი კი არა, ღვინო. ძმარი არაო. ღვინო. ხო. ღვინო. კარგი გოგი. კარგი. დამღალე უკვე გოგი, დამღალე. ყველაზე უცნაური კითხვა რა მოგისმენია შუაქალაქზე? თქვენ რა გენაღლებათ ბიჭო ერთობით და ხელფასი იღებთ თამაში. ერთხელ ხო იცი, ვინც მითხრა ეგ წავიყვანე. ანუ წავიყვანე 3 დღეში ხდებოდა 2 სერიის ჩაწერა რა. 3 დღე ატარე ხო? 3 დღე, 2 ხელი აწიათ. ასე, 2 ხელი აწია ძმაო, რასაც თქვენ ვაკ 3 დღეში აკეთებთო, 2 კვირა არ ვაკეთებ იმას ჩემს სამსახურში. ხო, სად მუშაობს არ გეტყვი. სერიალში სადღეგრძელოებით გამოერჩეოდით. ხო. კი ბატონო. მე მინდა ახლა ერთ სადღეგრძელოს გეტყვი და მე ალავერს თქვენთან გადმოვალ და მინდა რომ დამილოცოთ ჩემი შოუ. თქვენ სტილში. დაიწყე. ჯერ დავიწყე. დაიწყე. მოკლედ იყო ერთი ინფლუენსერი შვილი. ეს თანამედროვე. ანუ ეს ადრე რო იყო ის ყადი, მეთულუხჩე, მუცლით მეზღაპრე. ეხა არის ეს ინფლუენსერი. სულთანი, ეხა ეს ინფლუენსერი. ინფლუენსერი. ინფლუენსერი შვილი იყო და ერთხელ დაიბარა მამამ. ხო. და უთხრა. მე უკვე ვეღარ ხვდები ფორიუზეო. რაზეო შვილო? ფორიუზე. კი. და შენ ახლა წადიო, კოლაბორაციები გააკეთე. კოლაბორაცია ვიცი სიტყვა. კი, კოლაბორაცია იცი. ხო. ავიდა ეს შვილი და კონტენტი თურმე ChatGPT-ს დააწერინა. ChatGPT-ს ვიცი. კი. და მიუტანა მამას ახლა ეს კონტენტი და მამამ დრაფტებში გადაიტანა. აჰა. შემდეგ ეს შვილი წავიდა და აი იმდენი rilsები და short-ები იღო და იღო selfies კამერა ხელიდან არ გაუგდია. იმდენი rilsები და short-ები იღო, რომ მამას ვერცხლის ხილაკით დაუბრუნდა. მამამ უყურა შემდეგ თავის შვილის გადაცემას. ბევრი ხალისა იცინა და მოდი ახლა ამ ჭიქით ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს, რა თქმა უნდა, მამა ჩემის თამადობით, ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვინც აი ამ გადაცემას უყურებს. მოეწონება და ბევრს იხალისებს. ალავერს თქვენთან ვიარაგებ. ღმერთმა დალოცოს. დიდი მადლობა ალავერდისთვის. კი ბატონო. დათი, ღმერთმა დალოცოს ყველა შენი მაყურებელი, ღმერთმა აშოროს მაობლიტირებელი ენდარტერიტი და ჰიპეროსტოზული ოკრანიორბიტალური მენინგიომები. ო, დიახ, ღმერთმა აშოროს და გიმრავლოს ღმერთმა ლელოსნაირი ფერადი გიტარები და კომპოზიციები რეზოს დაწერილი. რამე თუ ორი ადამიანი ვიცი, ერთი მოცარტი, ვინც თვეში 20 სიმფონიას წერდა და მეორე რეზო, რომელიც თვეში 20 სიმღერას წერს. გასაგებია. ავი. დალოცულები ყოფილი. 30, მაგრამ 20. ახლა რაღაც თამაში მინდა შემოგთავაზოთ. კი ბატონო. ფიზიკური აქტივობაა თუ გონებრივი? არა, გონებრივი. კაი. კი ბატონო. ნუ ფიზიკური მერჩივნა. ირაკლი ჩხეიძე რომ სხვადასხვა რეგიონიდან ყოფილიყო, როგორ იტყოდა თავის ფრაზას, ეხლა მოიცა. აი მაგას. რომ ყოფილიყო სვანი, როგორ იტყოდა ეხლა მოიცას. ეხლა მოიცა. მეგრელი რომ ყოფილიყო. ეხლა მოიცა, კაროჩე. კახელი? ეხლა მოიცა თორე შენ მო. მაგას თავის დასასრულებია. დასასრულები აქვს თავისი. ქართლელი? მე საერთოდ პაროდიებში არა ვარ მაგარი. ქართლელი დაახლოებით როგორც კახელი ისე იტყოდა. აჰა, გასაგებია. იქ დიდი განსხვავება, ასე ვთქვათ, მიდგომებში და სხვადასხვა ჩვენ კოლეგები ვართ. ოღონდ ღამის შოუებს არ გულისხმობ. სხვადასხვა მეც დისერტაცია მაქვს დასული ჰიპეროსტოზიული კანიორბიტალური მენინგიომების ქირურგიის განხრით. რას ლაპარაკობ?
ვა და შენ მაინც როგორ გონია ანუ არხის გახსნა სადღირს ზედახრელი თუ ქვედახრელი ხედველობის არხზე ქვედახრელი ჯობია ანუ შენ მაინც იაპონური სკოლის მიმდევარი შეიძლება ასეც ითქვას კარგი გენაცვლე კარგი ისე მართალი ხარ შენ ქვედახრელით რეციდივები ნაკლებია ხოლმე კი აი ხო გითხარით კი ეს რა თქმა უნდა ხუმრობით ღამის შოუებს გულისხმობ ღამის შოუების კი ბატონო ბავშვის ღამის შოუზე რას ეთქვათ ძალიან კარგია ბავშვის ღამის შოუ შენასაკში რომ დამეწყო შენასაკში თუ შეიძლება ახლაც ყოფილიყავი ღამის შოუს წამყვან ბავშვის ღამის შოუ არის ძალიან კარგი მიგნება არის ძალიან კარგი მოგონება არის ხალასი იუმორი არის სუფთა აი ხო ხედავ ვერც ვაბოლოვებ წინადადებებს შემთხვევაზე ანუ კარგად შევაბიჭე ხომ ღამის შოუების დიდების დარბაზში ღამის შოუების დიდების დარბაზი თუ იარსებებს ოდესმე შენ აუცილებლად იქნები მისი ერთ-ერთი კი არა მთავარი წევრი ისე ღამის შოუს ყოფილმა და ახლანდელმა წამყვანებმა ლატარი არ ვითამაშო დაგასწარით პირველი მე ვარ მიდი აუ ბოლო ვინც იღებს მე მეორე წრეზე ის პირველი იღებს ხო მეორე წრეზე ის გავიგე ხო დამასწრო და რა ვქნა სპორტული ღამის შოუც მიყავდათ კი ბატონო და რომელი უფრო კომფორტული იყო თქვენთვის რთულია შედარება და არჩევანის გაკეთება ნამდვილად მაგრამ მაინც სპორტ შოუ უფრო კომფორტულია ჩემთვის არავინ განაწყენებული არ რჩება კრისტიანო რონალდუს გარდა აი ციკლიდან ეს იყო ხუმრობა ციკლიდან დათის შოუდან მოუარა ოთარ დათიშვილმა და მაინც უკვინა კრისტიანო რონალდუს ახლა კიდევ ერთი თამაში მინდა შემოგთავაზოთ კალამბური კითხვები კალამბური კითხვა მაგაში სუსტი ვარ მე გკითხავდა თქვენ ეცადეთ და გეთქვა ეხა რაში ხარ ძლიერი ვერ გავიგეთქო რა ქვია ქართულ ფეხბურთელს რომელსაც კარში ჩადგომა მოუწია მეკარე არ არის კარში ჩადგომა მოუწია არშია კაშია გურამ კარშია. ჩუმად იყავ всё რა სიძახის მამარდაშვილი თურქების წინააღმდეგ რომ გოლი არ გაუტანონ მე არ ვიცი არაგულერ ანუ არდაგიულერი ხო არის ო და არაგიულერ ანუ არ გამიტანო ხო არ გამიტანო არაგულერ მაგას ახლა ვერ გამოვიცნო რა სიძახის ჟორჟ მიქაუტაძე ჩაკვეს შაკვე ახლოს ხართ ფრანგულად ეძახის შაკვე ახლოს ხართ პირველი ასოღონდში არ არის აბა რა არის ჩაკვი ფრანგულში ჩუ არის კი ბატონო რომელი ქართველი ფეხბურთელი უყვართ ყველაზე მეტად ძაღლებს გვარი მიმსგავსებული არის იმასთან რაც ძაღლებს მოწონთ ძვალთან კი ბატონო ძვალთან რომელი აი ახლოს ახართ ახლოს 100 არის შეცვლილი გვარში დვალი კი მეორე სწორი პასუხი ო მაგრამ შენი კარნახით რომელი ფეხბურთელი უხდება სალატს ეს აი ესეც გვარზე არის აი გვარისა და ბოსტნეულის კომბინაცია ანუ პომიდორიდან უნდა გამოვიდე ახლოს ხართ კიტრი კი ბატონო კიტრის და პომიდურის სალახი კიტრის და პომიდურის სალახი ქართველია ამასაც ჩაგითვლით ხო მაგრამ აი ეს პასუხი მინდა რომ გამოიცნოთ კიტრზე რა გვარია გამახსენი ოთარ კიტრაიშვილი კიტრე აი ეს არის ყველაზე მარტივი რა ქვია ქართულ ფეხბურთელს რომელსაც თევზი უყვარს აი ყველაზე მარტივია თევზი ყველა ფეხბურთელს უყვარს არა ანუ გვარიდან გამომდინარე ანუ კატადან გამოვიდე არა აი თუ თვითონ არის არა თვითონ თევზი კი თვითონ თევზი ფხარი მე მგონია ფხიანია ხო სავარავი არა არ არის ფხიანი არა ფხიანი თევზი არ არის ახალშობილი ანუ ქვირითაია იოგი ქვირითაია რა ქვია ქართულ ფეხბურთელს რომელიც მეტოქე გუნდებს ააწიოკებს აქაც შეგახსენებთ რომ გვარზე კეთდება ანუ თვითონ გვარიდან მეტოქე გუნდებს მე ვიცი რომ კვარაცხელი ააწიოკებს აუ კი მაგრამ ამას ჩვენი კვარა აწიოკებს ამასაც ჩაგითვლით ეს სიმართლეა ჩაგითვლით მაგრამ ეს ჩაკვეც აწიოკებს მეტოქე გუნდებს კი ბატონო ბომბარდირია ჟორჟიც ააწიოკებს კი ბატონო ჟორჟი არის პასუხი მიქაუ რა ქვია პორტუგალიელ ფეხბურთელს რომელიც წარმოშობით კახელია ვიტინია მეგრელია
ისიც ჩაგითვალეთ ეს 4 ხულა. ვიტინიაც ჩამითვალე? არა, ვიტინი არ ჩამითვალე, ის ჩაგითვალეთ. მიქაუტაძე. სად თამაშობს ის მაინც რომეში? პორტუგალიაში. არა, კლუბში. კლუბში? ეხლა გამოიცნობს ეგრევე. რომელში უთამაშია ეგ რო გითხრათ? მითხარი. კი ბატონო. დაიწყო კარიერა სპორტინგში. კრისტიანო რონალდო. კი, კრისტიანო რონალდო. კრისტიანო რონალდო, კი ბატონო. რა ქვია ქართულ ფეხბურთელს, რომელიც ლათინურებს ცეკვავს? გითხრათ? მითხარი. ხუჩაჩა 1 2 3 კვარაცხელი. ხუჩაჩა. ჩვენ გვაქვს ასეთი ტრადიცია. ო. სანამ ხუჩა კვარაცხელია ჩვენთან მოვა სტუმრად, მანამდე ყველა სტუმარს უსამთ იმ კითხვას, რასაც ხუჩას ვკითხავთ. ვა, რა მაგარი ტრადიციაა, აბა. კვარა. შუა ქალაქის რომელი პერსონაჟი იქნებოდა? ირაკლი ჩხეიძე, რა თქმა უნდა. და რატომ? იმიტომ რომ ყველა კლუბს თავის კვარა ყავს. ვიცი რომ ბარსელონას ფანი ხართ. მერე? და რა სიტყვით ბოლო კლასიკოზე? ეს გთხოვთ რა ოპერატორებო რომ ეს არც გადავიღოთ ახლა ცრემლები იქ. რა უნდა? ვერაფერს ვერ ვთქვა. რა უნდა? შუა ქალაქის მსახიობები თუ იკრებებით ხოლმე? ან ძველი მანსანკანის მოთამაშეები, ან თქვენი კურსელები, ან ასპირანტურის, მოკლედ პირდაპირ ვიქნები. კვირაში რამდენჯერ კეითებთ? ეგ მე უნდა მკითხო. ეგ ლელოს კითხე მართლა. ბევრჯერ. გააჩნია კვირას დათი. კვირას გააჩნია. როგორი კვირა? გააჩნია თუ ეს ხან 30 ჯერ, ხან 31. ო, კვირასაც გააჩნია 7 დღიანი თუ 8 დღიანი. ამიტომ რომ ზოგჯერ კვირა 8 დღიანი შეიძლება იყოს. როგორ ეგ? გააჩნია შაბათს რამდენს დალევ. დილის გადაცემის წაყვანა შეგიძლიათ. ღამის შოუს წაყვანა შეგიძლიათ. სპორტული ღამის შოუს წაყვანაც შეგიძლიათ. 11 წლის ბავშვი რომ ზოოპარკში წაიყვანოთ თუ შეგიძლიათ. მაინტერესებს თუ შეგიძლიათ. თუ სლათ მაინდა-მაინც ბერლინის ზოოპარკში არ უნდა წასვლა? არა, ბერლინის ზოოპარკში არა. ხო, თბილისში შემიძლია. თბილისის ზღვა იყოს არა. კარგით, მაშინ აი გადაცემის ჩაწერის მერე წავიდეთ აუცილებლად. ზოოპარკში წავიდეთ და ზოოპარკში. ბამბის ნაყინს გიყიდი. ბამბის ნაყინაო ძალიან. კარგი. და ბოლოს. ყველა სტუმარი რაღაცას მასწავლის. იქნებ თქვენს რაიმე მასწავლოთ. ტანზანიის დედაქალაქი იცი რა არის? არა. დარეს სალამი. დარეს სალამი. აჰა, ის ტანზანია. გასწავლეთ მაგრამ. გემშვიდობებით, ჩვენ შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში შაბათს 15 საათსა და 30 წუთზე. ახლა კი ბოლოს სურპრიზი ჩემს გადაცემაში.